ზეციე რომ ამაო, შენთან მოვდივარ, ამ მომენტის სიმძიმის გაცნობიერებით. ჩემი ცხოვრება სავსეა ხმაურით, ქაოსით და მრავალი გამოწვევით, რომლებიც დაუყოვნებლივ პასუხებს მოითხოვს. ვგრძნობ, რომ ჩემი გარემოებების სიმძიმე მაწუხებს, ფინანსური პრობლემები, რთული ურთიერთობები, მომავლის შესახებ გაურკვევლობა. ჩემი გონება კითხვებითაა გადატვირთული და გული შფოთვით მეპყრობა. ვაღიარებ, უფალო, რომ ამ ლაბირინთიდან გამოსავალს ადამიანური ძალით ვერ პოულობ და სიტუაციის კონტროლის ჩემივე მცდელობები მხოლოდ ჩემს შფოთვას ზრდის. დავიღალე ამ აურზაურითა და ბრძოლით. შენ ხედავ ჩემს დაბნეულობას, ჩემს ცრემლებს და ჩემს ჩუმშიშებს. და ზუსტად იმიტომ, რომ ცხოვრება ასე რთული გახდა, შენკენ მივმართავ მარადიული და ურყევი მშვიდობის ერთადერთ წყაროს. შენთან მოვდივარ დარწმუნებული შენს ძალასა და შენს სიკეთეში. შენ ხარ ჩემი ურყევი ღუზა, მაშინაც კი, როცა ტალღები მეჯახება. შენ ხარ იგივე ღმერთი, რომელიც გუშინ, დღეს და სამუდამოდ იყავი. შენი ერთგულება არ არის დამოკიდებული ჩემს გრძნობებზე ან ჩემს გარემოებებზე. შენი სიყვარული ჩემდა მიურყევია. მე შენს სიბრძნეს ვენდობი, რადგან ის უსაზღვროა და შენს მზრუნველობას, რადგან ის სრულყოფილია. მე მჯერა, რომ შენ ყველაფრის მბრძანებელი ხარ და არაფერი ხდება შენი ცოდნისა და შენი კონტროლის გარეშე. შენ შეგიძლია გამოიყენო ეს სირთულე არა ჩემს გასატეხად, არამედ ჩემი რწმენის გასაძლიერებლად და უფრო დიდისთვის მოსამზადებლად. უფალო, მე ვლოცულობ შენი სიმშვიდის სასწაულისთვის. ავსე ჩემი სული შენი მშვიდობით, რომელიც, როგორც წმინდა წერილი ამბობს, ყოველგვარ გაგებას აღემატება. მიბრძანე ჩემს გულს, დაწყნარდი. როდესაც პანიკის ტალღები მეუფლება, მომეცი უნარი, დაუყოვნებლივ გადავიტანო ყურადღება პრობლემებიდან შენს მხიარულ ძალაზე. მოაშორე წუხილი და შფოთვა ჩემი სულიდან. მე ვითხოვ ხედვის სიცხადეს, რათა შევძლო ფოკუსირება იმ ერთ ნაბიჯზე, რომელიც დღეს უნდა გადავდგა და არა 10 ნაბიჯზე, რომელთა კონტროლიც ხვალ არ შემიძლია. მომეცი მოთმინება, რომ დაველოდო შენს იდეალურ დროს, შიშით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების იძულების ნაცვლად. და ეს შენი სულიწმიდა იყოს ჩემი მუდმივი ნუგეშის მცემელი, ყოველ წამს შემახსენოს, რომ შენს ხელში ვარ საყვარელი და სრულიად უსაფრთხო. მე ვაკეთებ შეგნებულ არჩევანს, მე შენ გენდობი. ჩემი ნდობა ემოცია კი არა, მტკიცე გადაწყვეტილებაა. თელ ჩემს ტვირთს შენ გიბარებ, შენს ხელში ვაბარებ სიღარიბისა და გაჭირვების შიშს. შენ გიბარებ სხვებმა მომაყენეს ტკივილი. შენ გიბარებ ჩემს მძიმე ფიქრებსა და დანაშაულის გრძნობას. შენ გაძლევ კონტროლს ჩემს ფინანსებზე, ჯანმრთელობასა და მომავალზე. ვაცხადებ, რომ ამ ტვირთს არ ვატარებ. შენი შვილი ვარ და არ უნდა ვიყო ჩემი პრობლემების მონა. დამეხმარე გავთავისუფლდე ეჭვებისგან, რომლებიც წამლავს ჩემს სულს და უნდობლობისგან, რომელიც ხელს მიშლის შენი საქმის კულისებში დანახვაში. მჯერა, რომ შენ ჩემთვის ბევრად მეტს აკეთებ, ვიდრე მე შემიძლია დავინახო, ან თუნდაც ვითხოვო. მშვიდად დაველოდები იმის ცოდნით, რომ შენ სიკეთეს დავინახავ. უფალო, გთხოვ, რომ გამბედაობით მაავსო. არ მინდა სირთულეებისგან დამალვა, მინდა მათ შენს ძალაზე დაყრდნობით შევხვდე. მომეცი უნარი ვიმოქმედო სიბრძნით და არა პანიკურად. დამეხმარე, რომ შიშით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები არ მივიღო. თუ ბნელ ხეობაში სიარული მომიწევს, შემახსენე, რომ შენი ცხვარი ვარ და უბრალოდ მწკამს უნდა მივხვე. სიბრძნეს გთხოვ, როგორ გაუმკლავდე ყველა პრაქტიკულ ამოცანას, რომელიც ჩემს წინაშე დგას. ხვალინდელ დღეზე არ ვინერვიულებ, რადგან დღეს შენში ვიპოვე ჩემი ძალა. ვაცხადებ, რომ ეს სირთულე არ გამანადგურებს, არამედ მომიმზადებს იმისთვის, რაც შენთვის გაქვს განკუთვნილი. გმადლობ, ზეციერ მამაო, რომ მომისმინე. თავს უფრო მსუბუქად, უფრო ძლიერად და სრულიად თავდაჯერებულად ვგრძნობ შენი მზრუნველობის მიმართ. მე ვირჩევ სიმშვიდის შენარჩუნებას, რადგან ვიცი, რომ შენ ხარ ჩემი ღმერთი. ხვალ გენდობი, როგორც ახლა გენდობი. შენი მშვიდობა მომყვეს დღეს და ყოველთვის. იესო ქრისტეს სახელით. ამინ.